ის ზარები გადაიდეთ, მაგრამ ზარები აქვს გაჩერებული. მოატყულები ხელი მოაწერი ზემოდან არ ეწერა. აქ 26 სართულიანი სახლი როა შენდება, რომელიც იგი გაუძდა 26 სართულიანი და კიდო თქვენი ტერიტორიაზე 25 მეტრო დაშორება უნდა იყოს. მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში, ჩვენ ბათუმში ვართ 26 მაისის ქუჩაზე, სადაც მოქალაქეები აპროტესტებენ ახალი კორპუსის მშენებლობას, აქ მობილიზებულია პოლიცია, როგორც მითხრეს აქ შეკრებილებმა თავად სამშენებლო კომპანიამ გამოუძახა პოლიციას, რომ მას ხელი ეშლება მშენებლობის დაწყებაში, მას უკვე მიღებული აქვს ნებართვა და დაიშალოს აი ეს ორსართულიანი სახლი, რომელიც ეხლა უნდა დაიშალოს და აშენდეს ახალი კორპუსი. სწორედ ამ კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ აქ შეკრებილი მოქალაქეები. მოგვიყევით რა ხდება, რა საპროტესტებთ, რომ მოუყვოთ ჩვენს მაყურებელს. არის ძალიან ახლოს. თქვენი სახლი? კი, აგერ 5 სართულიანი შეხედეთ. როგორც კი ამას დაიწყებენ მიწაში ამოხრა თქვენი სახლი, შეიძლება უბრალოდ დაიზაბცაროს და ერთხმად ჩამოვცვიდეთ სულ. შეხედეთ როგორ არის თქვენი სახლი. ანუ ახალი კორპუსის მშენებლობა საფრთხეს უქმნის თქვენ საცხოვრებელ კორპუსს. მარტო ჩვენსაც კი არა, აგერ შეხედეთ განსარულია. ეს სულ ჩამონგრების კანდიდატი. ანუ ესენი ძველი კორპუსებია, რამდენი წელს აშენებული კორპუსები? კორპუსზე ვლაპარაკობ, მაგრამ რატომ? ყველა აბსოლუტურად ჩამონგრების მოიგენია. ხო? ანუ რომ აუხსნათ ჩვენს მაყურებელს, რომ დაიშალოს აი ეს სახლი, რომელიც ახლა კადრში ჩანს, ხო? და აქ უნდა შედდეს რამდენი სართულიანი კორპუსი? 26 ამბობენ და 28 ავლიან მერე. ეს სახლის დაიშლება? აბა რას ისა? ეს სახლის დაიშლება, ხო? და თქვენ ცხოვრობთ ამ კორპუსში. მაშინ ჩვენ საერთოდ არ გვინდა გასულ სახლზე და თუ კი მასე უნდა აგვიხონ ჩვენაც და დამთავრდება. რატო გაკეთებენ ასეთ რაღაცეებს? მომხრე ხართ მაგის რომ აიღონ თქვენი კორპუსი? თუ კი უნდა მოვკვდეთ, მომხრე ვარ აიღოს და ისე შვილო ჩვენ საერთოდ არ გვინდოდა მშვენივრად მოწყობილი ვართ სულ ყველა. ან რადგანაც ახლოს იქნება თქვენს კორპუსთან ეს ახალი კორპუსი? ხო, რა შენდება ხო? გარანტია ვინ უნდა გაგდენ? იმ სახლის სიკეთით ვინ უნდა გქონდეს გარანტირებული? კაციშვილი არ გვაქვს ვინა მშენებელი მე დაძლევო თუ ანე დეიგა და რომე მოუდა იმას ასუხი აგორდა დრონზე მიხედავ საქმეს ყველა ჩვენთაგან ანუ რა სახის გარანტია გჭირდება თქვენ? რაფერი გარანტია არ მინდა სახლის დეიგრე მე მას გადავყე 20 წელიწადია ვაკეთე და აგენ და დაბრაკო სახლის და დაბრაკაში მოხდა და რატო ფიქრობთ რომ თქვენ სახლს შეექმნება საფრთხე? ამის სიმაგრე და ათმეზე რომ აიღეს იქნებ სახლი არ დაიგდავა იმ ხუთიანი თქვენი სახელი და გვარი? დაგვარი და თინწადი სახელი? შოთა მადლობა ბატონო შოთა. ფიქრობთ ამ ხანდეგობის თავმჯდომარე როგორც იცი ხო? მოდით მოგვიყვებით რა საპროტესტებთ კონკრეტულად და გადამზა როგორც გავიგე ღობეს საკეთებს ეს სამშენებლო კომპანია და პრობლემა იქნება სახანძრო შემოსვლას, ხო? მოდი აქეთ რომ დადგეთ ბოდიში. პრობლემა ექნება სახანძრო შემოსვლას. ჯერში მითითებული აქვს, აგერ აი შეხედე იქიდან ეს არსებული კედლიდან, აგერ სიზმეტი მეტრო მითითებული აქვს. ანუ მითითებული აქვს რას ნიშნავს? ძანადანობით შემოღობენ, აგერ ბალკონი ჩამოასხენ მერე შემოღობენ მერე. ანუ ეს დემონტაჟი უკვე დაწყებულია ამ სახლის, რომელიც დაინგრეს საბოლოოდ. ჩვენ ვაპროტესტებთ, რომ ჩვენ ტერიტორიაზე შემოდიან და ჩვენ ტერიტორიას გვიმცირებენ. სახალე გაჩვენეთ. ანუ შემოდიან იმ კუთხით, რომ ღობეს მოაწყობენ სამშენებლო ღობეს. მაგრამ ტერიტორიაც მიაქვენ. ან ტერიტორია მიაქვთ როგორ მიაქვთ? ანუ არსებული შემოღობილი ღობის შემდეგ 60-90 სანტიმეტრი მეტრო ნახევარი ტერიტორია მიაქვენ. წამოდგანით ეგ გაჩვენეთ. ეს არის სამშენებლო ღობის ფარგლებში თუ შემდეგაც მიტაცებული დარჩება? მიტაცებული და შემოსასვლელიც მიტაცებულია. მოდი გაჩვენეთ ეს კონკრეტული ადგილი. თქვენ ედავებით ამის გამო ამ კომპანიას უკვე სასამართლოში. და თან ვეუბნებით რომ სერვიტუტი დაგვიგუჩებს ეს სერვიტუტი დაამტკიცოს და შემდეგ შემოღებოს და გააგრძელოს მშენებლობა. შეიტანეთ უკვე სარჩელი სასამართლოში? სასამართლოს მიმართეთ უკვე? მიმართეთ, მაგრამ ვერაფერი ვერ გავიტანეთ. მე მიმართეთ მერიას 30-ზე წერილი, ახლად გვაქვს წერილი დაწერილი, პასუხი დღესაც არაა მოსული. აგერ ამისი არსებული რატომ? ანუ ეს არის ღობე და ამ ღობის შიგნით შეუძლია გააკეთოს მასას კორპუსი. ამ ღობეს და გააკეთოს, კაცო და გამოდიან, აგერ კიდო აქეთ მეტრო ნახევარს გამოდიან. შემოსასვლელი. ანუ შემოსასვლელს ექნება პრობლემა? ძალიან დიდი პრობლემა.
სახანძრო ვერ ეტევა. ერთი ნიკოლაიშვილი გამეიყვანეთ, ერთი ყველაზე გავარო. ნიკოლაიშვილი გამეიყვანეთ. ეს არის შემოსასვლელი ამ კორპუსებში. ეს რომელი ნომერია 26 მაისი? 26 მაისი 70-ია ეს, 68-ა ეს და შიგნითა ეზო არის 68-ა და 70-ია. შემდეგ აქ ცხოვრობს 80 ოჯახი, plus 30 100 ოჯახი ცხოვრობს. ეხლა პატარიძესთან არის წერილი შესული. პატარიძესთან არის ველოდებით პასუხს. ჩვენი თავრობიდან ველოდებით პასუხს და აგენი არ გვაძლევს საშუალებას ამას. დიახ, მადლობა. აგრა, რას ამბობ? ძალები დადოდილია გაგება. ეხლა დაფიქსირდა. მათი არსებული კედელი. ახლა ანუ ეს სახლი უნდა დაინგრეს, ეს ორსართულიანი სახლი. მათი არსებული კედელი. მე რომ გაგერაი. აქ იქნება საკედელი, ახალი სახლის შენებლობა და პლუსამა საგანი ახლა დაიწყება კიდო ისა სამშენებლო მობე. სად ვიაროთ აქ? სად გავიაროთ? ანუ არჩება საკმარისი სივრცე, ვთქვათ, რას ფიქრობენ იცი? ამას მოხსნიან, გადაიტანებენ, ამას მოხსნიან ცენსაკუთრებას. შლაგბაუმს. შლაგბაუმს მოხსნიან, გადაიტანებენ და შემდეგ 370 ცებაო გვეუბნება. ანუ კომპანია ამბობს, რომ ეს მიწის ნაკვეთის რაღაც გარკვეული ნაწილი, ალბათ 1 მეტრო უფრო მეტი არის მათი საკუთრება. ჩემი საკუთრებაა. და საიდან ვინ მიაკუთრა ეს კომპანიას? ეს არის სერვიტუტი დატვირთული ჩემი ბაღნობა აქანე 70 წლის კაცი ვარ. შეუბედია 70 წლის კაცი. აქ არ ვიცი მე სად რა კულტურიზდება. რომელი კომპანია ეს, რა ქვია ამ კომპანიას? 20. გეო 20. და სარჩელით უკვე მიმართეთ სასამართლოს. მიმართეთ, რამდენიმე წერილი დავწერეთ, მერსაც შევხვდით. ახლა თავმჯდომარეს აქვთ დაწერილი და აგერ კიდევ დღეს პოლიცია გამოვიდანა რომ შეფარ შემოხლა არ მოხდება. თქვენ ხართ ეხლა ამ კორპუსის აშენების წინააღმდეგი თუ? ამ აშენების წინააღმდეგი არა ვარ. შენებლობა აშენო, რა უკრება შენებლობა არ აშენო, მაგრამ ჩემს კუთვნილ მიწას და შემოსასვლელს ნუ მიღობავ და ნუ მართმევს. აი ეს არის ჩვენი მოთხოვნა. თქვენი სახელი და გვარი? სამსონ კიგავა. დიდი მადლობა. მოგეთ, ასეთია მოქალაქეების პროტესტი 26 მაისის ქუჩაზე. ისინი აპროტესტებენ ახალი კორპუსის მშენებლობას. ისინი ამბობენ, რომ როგორც კომპანია იტაცებს მათ საზღვრებს, ასევე საფრთხე ექნება მათ ამ ახალი კორპუსის მშენებლობის გამო. და ამ კორპუსებში მცხოვრებ მოქალაქეებიდან ეხლა გამოსულები. აქ ძველი ორსართულიანი კორპუსებია, თქვენ ხედავთ ალბათ კადრში. ირგვლივ უკვე მაღალსართულიანი კორპუსებია. და იქ წინ რაც ჩანს ორსართულიანი სახლი, სწორედ ამ სახლებს ანგრევენ და აქ აშენდება ახალი 26 სართულიანი კორპუსი. მოდი გავისაუბროთ თავად კომპანიის წარმომადგენელს, რომ გავიგოთ უფრო მეტი ამ მშენებლობის შესახებ. აი ამ სახლები იშლება. ბოდიში მათვალების პირდაპირ ეთერში ვარ, რომ გაგესაუბროთ შეიძლება თქვენ კომპანიის წარმომადგენელი ხართ, როგორც ვიცით, ხო? აი რას ფიქრობთ, რას ამბობთ, რას პასუხობთ მოსახლეობას იმ პრეტენზიებზე, რაც მათ გამოხატეს. მიწას გვართმევენ, ჩვენ და შემოსავალი იკარგებაო. ასე უსაფრთხოების კუთხით არსებობს კითხვები. შეგიძლიათ გითხრათ? მოგეთ, კომპანიის წარმომადგენელი არ პასუხობს კითხვებს. შენ რო გაჩხუბებს სახელმწიფო, შენ რო გაკეთებ. არა, ერთი ეს გამეიყვანა. ეს გამიცხა შენ. ეს ნიკოლაიშვილი გამეიყვანა და ერთი დაგანა. სამ მეტოჩე რატო დავეტა? მე რატო გამოვიდა? შენ ისე იგი არასო. ნიკოლაიშვილის და ფერფლები გამეიყვანა. ეს ნარაჟი ნიკოლაიშვილის არ არის, მაგრამ ვიყიდე, ხო? მე შენ ხო არ გეუნები რა? ბოდიში თქვენც ამ კომპანიას არ მე გეუნები რომ არასწორად გაქვს ნაკიდი რომელიც შენ ჩვენთან არ მოწუხა. გამეიყვანე იგაცი და მოგცეს პასუხი. შენ რო ყვირი ხარ მარტო ვაკა. რატო ყვირი ვარ? ბოდიში თქვენც ამ კომპანიას წარმოადგენთ?
ამ კომპანიას წარმოადგენთ თქვენც ვინც აქ აშენებს корпуს. ჟურნალისტი ვარ ბათუმელებიდან რომ განუმარტოთ ჩვენს მაყურებელს იმ პრეტენზიების შესახებ. ანუ არსებობს კითხვები უსაფრთხოების კუთხით, რომ ბზარებია სახლში. არ მათ გავესაუბრებთ, თქვენთან არის ეს კითხვები. მოგეთ ასეთია კომპანიის პასუხი იმ ყველაფერს, რასაც მოსახლეობა ამბობს. მოგესალმებით, მოგვიყევით. კარგი, თქვენ გითხარით. რა სახის პრობლემას ქმნის ამ корпуსის მშენებლობა? ან რატომ გაქვთ ესეთი განცდა, რომ შეიძლება დააზიანოს თქვენი საცხოვრებელი სახლი? შეიძლება ბევრი რაღაცა მოვტარა აქ. ანუ ამ სახლებს, რომელიც ახლა აქ არის, აქვს ისედაც პრობლემები? აჰა. გარანტია, რომ ცოტა დაცულები ვიყოთ და როგორც ანუ ახლა 26 სართულიანი корпуსი შენდება, ამიტომაც ვფიქრობთ, რომ შეიძლება ამას საფრთხე შეუქმნას თქვენ სახლებს. გარდა ამისა, პრობლემა იქნება შემოსასვლელს. თუ ეს თქვენ არ გეხებათ ახლა корпуსში ცხოვრობ. თქვენი სახელი? მადლობა. მოკეთ გითხარით, რა სახის პრობლემა იქნება შემოსასვლელს ამ корпуსის აშენების დროს? ვერ შემოიყვან, ვერ სასწრაფო, ვერ სახალხო, ვერ მანქანა თუ ძაძა დიდი გაბარიტებია არ შემოვა. ანუ ეს იმ დროს, როცა იქნება მშენებლობა, ხო? ანუ სამშენებლო ღობე როცა იქნება მოწყობილი. გადმოდის, მეტყონახევაზე გადმოდის გზა პატარავდება. შემოსასვლელთან, ხო? სასვლელი ცენტრალური, რომელიც ეს ერთადერთი შემოსავალია ამ სახლებთან, ხო? ერთი თვით კაბოდან შევდანე. ბოდ დავასრულებთ ამ კაბოდან და შევიდეთ. რამდენი ოჯახი ცხოვრობს ამ ეზოში? 40 ოჯახი ამ ცხოვრობს. 15 და 30-ია. 30 ოჯახი. 15 იქით ექნება გასასვლელია ჩვენი ხალხი ამენზე თუ საფრთხეს იყო. ამენზე. ხო. და თქვენ ახლა რას? ყავს შემეცეს ორი ავადმო. და გაჩვენებთ აბა წამოდი გადავიდეთ აგერა. არაფერი რო არ მიითვალისწინებთ ამ ქვეყანაზე. არაფერი. არც სასახლე შემოყვანა, არც პაჟანი შემოყვანა, არაფერი. მე არ მეუბნები კაცო, ააშენე და მერტო კარგად გამწყუროს, მაგრამ ჩემი ტერიტორიაზე რაზე მოდიხარ, აქედა მე რა მარტო ეს ტერიტორია მისაკუთრებული, მაგას მოტყუები. ამ ხანაგობის თავმჯდომარე ვინც არის, ისე დაწერა, განცხადება და ისე დაარეგისტრირა, რეჟი არც ერთ მოსახლეობას ხელი არ მოგვიწერია. არც ერთი ოცნი არ არსებობს. ვერ მივკეცებია, რომ ვისია. დაამტკიცეს რეჟი, всё. არის სადაუნაკვეთი, სადაც იწევს ან იმაზე ელაპარაკო? რეჟი, ისე დაამტკიცეს, ჩვენთვის არავის არ მკითხია. ჩვენთვის უნდა ეკითხათ, ხელი მოგვეწერა მოსახლეობა. თქვენი სახელი? ელისაბედი რუსიშვილი. მადლობა. რა უნდა გვაჩვენოთ ბატონო თქვენ? თქვენ ამხანაგობის თავმჯდომარე. რამდენი წელია რაც ამხანაგობის თავმჯდომარე ხართ? 14 წლიდან. მოკეთ აქაც დაიწყო ამ ეზოშიც დაიწყო ახალი корпуსების მშენებლობა, ხო? დაიწყენ ახალი корпуსების მშენებლობა. ეს ისე ყველა მგონი ძველი სახლებია ამ უბანში, ხო? ეს ყველა ეს корпуსები. ეგ შემოსასვლელი ახლა წამოვიდანდი კიდევ აქ. თვითონ აქაც შემოდიან ალბათ ხო ინვესტორები და იმ ინტერეს. აქეთ არა. რატო? არა, ეს კონკრეტული ინვესტორი არა, მაგრამ სხვები რომ ააშენონ. ხები არ მოდიან. რატო? ამდენი მასწავლებელი ხალხი ასეთი რაღაც როგორ ტუპიკში ცხოვრობს ხალხი აქეთ აი ხალხი აქეთ კიდევ აი შენი ხან საკეტილია ზღვა და პაჟანია იგემა დაგვიწევს პაჟანი მოვა აქიდან რაღაც საჭიროა წარმოგიდგენია და აქედან რო შემოვიდა, აქ როგორ შემოვა? ვერ მოვა ხო და ასე გააკეთე შემოსასვლელი პროექტი და ეს გააკეთე ანუ ეს შემოდის მელიქიშვილის ქუჩიდან. მელიქიშვილის ქუჩიდან აი ხუთიანების იგივე და იქიდან მანქანა ვერ გადის საერთოდ შემოვა იქ ხო. ანუ რო დაჭირდეს ამ დასახლებას, ამ კონკრეტულ უბანს სახანძრო. ერთი მეტი არა, ჩვენი მისამართი იწერება 68-ია
იმისი 26 მაისი. ხო, თქვენ ახლა გაზომილი გექნებათ, რა მანძილი რჩება? 3800 კვადრატია ჩვენის სამხანაგობაში. 3800 კვადრატია ჩვენის სამხანაგობაში. არა, შემოსასვლელის კუთხით ის როცა ღობეს გააკეთებს, შემოსასვლელისთვის რა მანძილი დარჩება? მაგენია როგორ ფიქრობენ იცი შლაგბაუმის გადატანას იქით რომელიც ჩემს კუთვნილებაშია და ჩემს საკუთრებას ატო უნდა შეეხონ და ამ ხარჯი 63 და 70 საპაჟარნის იმისთვის საკმარისია დადგენილები არ ვეჩხუბებით კაცო ნუ შემოდის ჩემ ტერიტორიაზე გააშენოს მის საფრთხე ადგილზე როგორც უნდებიან ანუ მიწიეთო შლაგბი გადაიტანეთ მეორე მხარესო ხო ამას გეუბნებათ ხო და თუ გადაიტანთ შემოვა შემდეგ ეს სახანძრო როგორც ხუბი ბავშვები ყავს აგერ ამან ბავშვები ნუ სამტრაბულო დაჭინდეს ხო უნდა შემოვიდეს ისი პირდაპირ ეთერში ვართ ეხლა თორე მოგაწვიდით მოგეთ ასეთია მოქალაქეების განცხადებები პრეტენზიები რომელიც მათ აქვთ ახალმშენებლობასთან დაკავშირებით ეს არის ჭავჭავაძის ქუჩა ჭავჭავაძის და 26 მაისის ქუჩების კვეთა როგორც ხდება მოქალაქეები ესაუბრებიან კომპანიის წარმომადგენლებს მოდით გავიგოთ უფრო მეტი როგორც ხედავთ მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები მოვიდნენ აქ 26 მაისის ქუჩაზე ისინი ცდილობენ სიტუაციაში გარკვევას აქვე არიან პოლიციელები როგორც აქ გითხრეს თავად კომპანიამ სამშენებლო კომპანიამ გამოიძახა პოლიცია რადგანაც მას მოსახლეობა ხელს უშლის იმაში რომ დაიწყოს მშენებლობის პროცესი ანუ რესტრის მიხედვით ამ კომპანიის საკუთრებაა, რადგან არის ეხა დავა რო იწევენ იქნებოდნენ მოლაპარაკების ზეიში, ამიტომ იქეს მარტივსა, მოსახლეობა, რომ სამშენებლო კომპანიას მოესმია მათი, რომელიც არ მოესმია. რომ მერიებს არ დაეხმარა ამაში, რომ მოესმია. ლელი ბჟალავა ადვოკატი, რომელიც იცავს მოსახლეობის ინტერესებს. ანუ აღნიშნული პროექტი არის კანონდარღვევით გაცემული, იმიტომ რომ თავის დროზე მერის თანამშრომლობის ვინც ეს კომპეტენციაში შედის, შეესწავლათ აღნიშნული და ის რაც დღესაც მოსახლეობას საუბრობს, ეს პრობლემები არ იქნებოდა. მაგრამ ეხლა ჩვენ ექსპერტიზას ჩავატარებთ, რამდენად უსაფრთხო იქნება ეს მშენებლობა შემდგომისთვის. არ ჩატარებულია ექსპერტიზები, თქვა გეოლოგიური კვლევები და სხვა სახის კვლევები. მათი ექსპერტიზები ჩატარებულია, მაგრამ მოსახლეობა და ამ ექსპერტიზის მიხედვით არანაირი საფრთხე არ ექმნება ამ ახალი კორპუსის მშენებლობით ამ მოსახლეობას, ხო? მშენებლობაზე რა პატარა. არა, ის ექსპერტიზა რას ამბობს, რაც მათ ჩაატარეს, ანუ არ იქნება არანაირი პრობლემა? შეხედებ
არა, შემდგომ რა იქნება ეს ექსპერტიზა არავის არ ჩაუტარებია, მაგრამ მე რადგან მერია არქიტექტურამ გაცა ნებართვა, ვარაუდობენ რომ არქიტექტურა შესწებოდა და აქ არაფერი არ მიხდებოდა. ხალხს ეშინია 26 მაისის ქუჩაზე რაც მოხდა. აი ამის ეშინიათ, იმიტომ რომ გვერდით ხუთიანია. როცა ჩამოინგრა კორპუსი 26 მაისის ქუჩაზე. ანუ ზემოდან პერიოდში ხედავთ საფრთხეს ამ მშენებლობით აქ რომ ბარაკებია, ირგვლივ ძველი კორპუსებია და რა თქმა უნდა არის ამის საფრთხე შემდგომში ამ მოსახლეობასთან არავინ არ მოსულა სალაპარაკოთ რომ შემდგომში ეს სამხედრო სახლი აშენდება მათი უსაფრთხოება როგორ იქნება თქვენ უკვე მიმართოთ როგორც იცის არჩელით სასამართლოს ხო ამ საკითხზე ან რა იქნება თქვენი მოთხოვნა ამ გაცემული ნებართვის გაუქმება შეხედე რა თქმა უნდა იქნება რომ ეს დავაკეთოთ აღნიშნულ ტერიტორიის შესწავლა ექსპერტიზის დასწრები და რა თქმა უნდა ჩვენი სერვიტუტი რომელიც შემოადგენია მოსახლეობის დავიცვათ ეს ადგილი იმიტომ რომ სახანძრო აი ჩვეულებრივი სასწრაფო შემოსვლაც მოსახლეობასთან ვერ იქნება უზრუნველყოფილი იმიტომ რომ სხვა ტერიტორიიდან შესავალი ამ სახლებს არ გააჩნია ხო ერთადერთი გზა რომელიც ჩაიკეტება ახლა მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელი უნებოდა ახლა აქ შეკრებილებს რომ ეს რეალურად ამ კომპანიის საკუთრებაა ხო მე როგორც გავიგე დაახლოებით ეს იყო მუნიციპალური ინსპექციის რაღაცა პოზიცია რომ არანაირ დარღვევას არ აქვს ადგილი რა ხდება უფრო მეტი რომ გითხრათ ხო მოქალაქეებმა ამბობენ რომ ამ კომპანიას არ აქვს უფლება რომ უფრო მეტად შემოიწიოს მათი შემოსასვლელში და ამით დაპატარავდეს შემოსასვლელი და საფრთხე შეექმნას თქვათ იმას რომ სახანძრო ვეღარ შემოვიდეს ამ ეზოში და წამოწყების გარეშე გაიცა პროექტი ეს არის მუნიციპალური მაგრამ რეესტრის მონაცემებით რა ხდება თუ გაქვთ თქვენ ეს მონაცემები მონაცემებით არასწორად იყო მათი დარეგისტრირებული მოტყუები რომელიც ამ ჩვენ მიმართავთ ეხა სახელობას დავაჟღერებთ ერთ-ერთი თავმჯდომარის დახმარებით მოხდა ამ ვისიც იყო რეალურად რომელ ამხანაგობისაც იყო მოტყუებით მოხდა ხელმოწერები და მითვისებული იქნა ამ ახალ კომპანიისთვის ამას ჩვენ აუცილებლად ეხლა არ გავასაჯაროებთ მაგრამ ამაზე ვისაუბრებთ და იმის კომპეტენციას დავაყენებთ ანუ სადავოა ეს ნაწილი სადავოა და სისხლის სამართლის საქმეთან დაგეძრება აუცილებელია იმ ვინც ეს გააყალბა იმაზე უნდა აღიძრას საქმე იმიტომ რომ ეს მშენებლებიც ამბობენ რომ ჩვენ შეცდომაში შემოყვანეს როცა ჩემთან საუბრობდნენ მშენებლები ამბობდნენ რომ ჩვენ თავის დროზე ეს არ ვიცოდით და აი ამ ჩვენ დავანტეთ სამართალდამცავ ორგანოები რომელსაც მიმართავთ და ექსპერტიზას აუცილებლად ჩავატარებთ და აუცილებლად ამ მოსახლეობა ღამე უნდა დაიძინოს იმიტომ რომ როდესაც დაიწყება მშენებლობები ვერ შემოვა სახანძრო როდესაც დაჭირდებათ ვერ შემოვა სასწრაფო და იქნება ჩაკეტილი და მათი სივრცე არ იქნება დაცული ჩვენ ეს ყველაფერი უნდა მოგცეს სახელმწიფო უწყებებმა უნდა მოვიდნენ რომ რამდენად რეალურად იქნება ამ მშენებლობის ფარგლებში სხვა დანარჩენი მოსახლეობის მშვიდობა. მადლობა ეს დელაბჟალობა იყო ადვოკატი რომელიც იცავს აქ მცხოვრებ მოქალაქეების ინტერესებს ჩვენ ვართ ბათუმში 26 მაისის და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში აქ მოქალაქეები უპირისპირდებიან სამშენებლო კომპანიას რომელიც აპირებს რომ ამ ეზოში აი სწორედ ამ ორსართულიანი სახლის ნაცვლად დააშენოს 26 სართულიანი კორპუსი მოქალაქეები აპროტესტებენ იმას რომ ისი აპირებს ღობის მოწყობას ეს კომპანია რომ ის იტაცებს მათ შემოსასვლელს და ამით საფრთხე ექმნება ამ დასახლებას ამ დანარჩენ კორპუსებს და ვეღარ შემოვა ამ ეზოში იგივე სახანძროს მანქანა სასწრაფო და ასე შემდეგ. ასევე საფრთხე ექმნება თავად ამ ძველ კორპუსებს ახალი მშენებლობით და ამბობენ რომ სამის შესწავლის და მოკვლევის გარეშე შენდება ახალი კორპუსი. აი აქ ცხოვრობენ ეს მოქალაქეები რომლებიც გამოხატავენ პროტესტს ეს ძველი კორპუსებია ორსართულიანი ძირითადად ირგვლივ ხედავთ რომ მრავალსართულიანი კორპუსებია და ეხლა აქ აშენდება აი ამ ორსართულიანი სახლის ნაცვლად კიდევ ერთი მრავალსართულიანი კორპუსი მოქალაქეები აპირებენ დავას სასამართლოში კომპანიის წინააღმდეგ
მოგესალმებით ქალბატონო, მინდა რომ გაგესაუბროთ. მოგეთ, რა სახის სირთულე იქნება ამით, რო გითხრათ, ანუ და იგივე შემოსასვლელის პრობლემა, ითქვა რომ სხვა შემოსასვლელიც არსებობს, ხო ამას ამბობს კომპანია. არ არსებობს იქ თვითონ იმ სახლის სხვა ქუჩიდანაა ის სახლი. სულ სხვა მელიქიშვილის ქუჩაა. ხო და თავისთავად ისინი ვერ შემოყავთ მიმართ მანქანები ქუჩაში აყენებენ. და ჩვენი შემოსასვლელი ის არ არის. ის არის მელიქიშვილი 74. ჩვენი შემოსასვლელი არის ეს. 26 მაისი. ამის გარდა, ამ შემოსასვლელის გარდა, ეს არის ძველი სახლები, ადრე ყოფილა საჯინიბო. ახლა რომ ეს როდის აშენებული სახლებია? ეს არის ვინიცის საუკუნეზე. მათ შორის ეს სახლიც, ხო? ახლა რაც არის. საუკუნეზე მეტი ყველგან ბზარებია და თავისთავად ახლა რომ იქ არის შეფასებული როგორც ავარიული სახლები? შეფასებული. გეხება თქვენ ახლა პროგრამა, თქვათ არის გათვალისწინებული ამ რაღაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ან შეცვლა ამ სახლების მერიას და იმას არა, მაგრამ რაღაც იყო ინვესტორთან აპარატი, მაგრამ ჯერ არაფერი არა მოგვარებული. ვერ შედგა შეთანხმება ამ კომპანიასთან თუ სხვა კომპანიასთან. და თქვენ ფიქრობთ რომ ეს მრავალსართულიანი ახალი სახლის აშენება შეუქმნის საფრთხეს ამ ძველ სახლებს? ეს არის საუკუნეზე მეტი სახლები. და იყო საჯინიბო დაშენებული. რა საფუძველი აქვს, რა არის კაცმა არის ის, ეხლა ის ძველი ხალხი აღარ არიან, ხო? ხო. ხო და ამიტომ აქ რომ ასეთ პატარა ტერიტორიაზე ამ 26 სართულიანი სახლი აშენდება, ჩვენ საერთოდ რა გველოდება არავინ არ იცის. მაგრამ შეისწავლაო ამ კომპანიამო, ხო? ანუ გამოიკვლია ეს მდგომარეობა, არის შესაბამისი კვლევები. ეხლა რეალობა რაც აქვს, ხედავთ, აგერ როგორი სახლებია, ბარაკები. იქეთ რომ მიხვიდე სულ ის ფანერის იმით არის მიშენებული, მოშენებული. ანუ არ უნდა აშენდეს აქ ესეთი მრავალსართულიანი კორპუსი, თქვენ ამას ამბობთ? თავისთავად არ უნდა მიეცათ ამის უფლება, რომ ამზენა კორპუსი აქვს. აი ეგრე რომ სახლია ეხლა. ეს არის 14 სართული და ამაზე რომ კიდე იგი დაედგმება, კიდე 14 რა იქნება? ხო, და აკაპირებენ აი თქვენს უკან იმ ორსართულიანი სახლის ნაცვლად აშენდეს 26 სართული. არის ტერიტორია პატარა. არც ეზო, არც არაფერი არ აქვს. დანარჩენი ჩვენი ამხანაგობისა. ან მერიაში ვინ მუშაობს? ხო, ახლა ეს დაელაპარაკება. რა ქვია სახელი და გვარი? თამაზ ნიკოლაიშვილი. და ეს თამაზ ნიკოლაიშვილი ამ კომპანიაშია? მადლობა ქალბატონო. საბუთი და უკრა მომიწერეთ, ძელი მოაწერა, გაზე მოაწერა არ იცი. ეხლა ჩვენ მეგობარია მიშა ჩარკვიანი, თბილისში ცხოვრობს და აი ის იყო ძირი რაგე, ის თეთრი შენობა. იმას ულტრა თქვენ ხო არ გადაერიეთ გაზო, მათ ჩემი იმის აღა და გაზე მოგვიწევთ ხელი. წარმოგიდგენ, იმას არ მოუწერია. ხო. ამან ისე გააკეთა, რომ ამბობს მოაწერია. და ეს თამაზ ნიკოლაიშვილი იმ სახლის სამხანაგობის თავმჯდომარე, რომელიც ინგრევა? რომელიც ინგრევა? ხო, ხო. იმასონ და აკოპლის ახლა და ის გარაჟები იგენი ნენელა და გააკეთა იქიდან. მერიიდან ისე რომ ჩვენ საქმეში არ ვიყავთ. მაგრამ ის არ წარმოადგენს იმ კომპანიას, ხო, ვინც ეს ნებართვა მიიღო ეს მერის თანამშრომელი. მერის თანამშრომელი გააკეთა ისე რომ საბუთები სწორად აქვს. ან დაეხმარა კომპანიას? კი, მისი ქონება მისი იყო და რაფერს უნდა და ისე გააკეთა. ხო, რომ გაეყიდა სახლი კონკურსი თლიანად. ან მას უნდა სახლის გაყიდვა. ხო, გაყიდა და აშენებენ და მიიღო ახლა ბიზნესი. თქვენც გაქვთ ისე იგივე ინტერესი რომ გაყიდოთ ეს სახლები ამ ორ სართული. მაგრამ ჩვენ ყიდვათ, მაგრამ თუ მოვა თუ არა და კარგად იყვნენ გავში, მაგრამ უბრალოდ აქ გზა რომ არ ეკუთვნის ის მიიკუთვნა. ხო. ისე რომ ჩვენ არ ვიცოდით. თქვენი სახელი? გვარი? ბესი კემერზე, მადლობა. აი ეს არის ეს ერთ-ერთი ძველი ეზო ბათუმში, პატარ-პატარა სახლებით. როგორც აქ გითხრეს, აქ ზოგიერთი სახლი განსაკუთრებით ძველია, მაგალითად ამ სახლს ეტყობა რომ ძველია. და აქ ცხოვრობს 10-ობით ოჯახი. ირგვლივ ხედავთ რომ მრავალსართულიანი კორპუსებია, აი როგორც ამ მხარეს, ასევე ამ მხარეს. ამ მხარეს. აქეთაც პირდაპირ მრავალსართულიანი კორპუსია. და ეხლა ამ ქუჩის პირას მდებარე ორსართულიანი სახლის დაშლას აპირებენ.
სწორედ ეს სახლი შეუსყიდია ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიას და აპირებს, როგორც აქვითრეს მოქალაქეებმა, 26 სართულიანი კორპუსის აშენებას. სწორედ ამას უპირისპირდებიან აქ მოქალაქეები. ამიტომაც გამოიძახეს პოლიცია, როგორც გითხრეს აქ შეკრებილებმა თავად სამშენებლო კომპანიამ გამოუძახა პოლიციას, რადგანაც ხელს გვიშლიან მოქალაქეები, რომ დავიწყოთ დემონტაჟიო. თავად სახლის გრევის პროცესი, დაშლის პროცესი უკვე დაწყებულია. ეს არის ის ორსართულიანი სახლი, რომელიც უნდა დაიშალოს და აშენდეს ახალი კორპუსი. მოკლედ ასეთია მოქალაქეების პრეტენზიები. ისინი ამბობენ, რომ დაპატარავდება შემოსასვლელი. ასევე საფრთხე ექმნება მათ საცხოვრებელ სახლებს. ეს კომპანიის წარმომადგენელია. ანუ რას ამბობთ თქვენ, რომ ამ კომპანიას ეკუთვნის ეს ნაწილიც, ანუ რაზეც დაობენ მოქალაქეები? მაგრამ ეს სადაოა მოქალაქეები ამას ამბობენ, მათ შორის ადვოკატი. ხო და ამიტომ რომ გვადროვონო სასამართლოს უნდა მიმართოთო სარჩელითო? ვალდებულება მაქვს ამ ხალხის 11 მეგობარო მე ყოველთვის გადასახადს ვუხდი დროზე უნდა ჩავაბარო სახლი მესმის მაგრამ გაყვანილი ყავთ ქირი არ ჩაგთვალეთ არაფერად არ ჩაგთვალეთ თქვენ მოდიხართ ეხლა და ამას გვიზომავ გზას გვიჭირი კაცო რა უფლები ჭირი ამას არასორი ნაკიდი გაქვს კიდევ კი მეორე რომელიც განციანი იყიდე და მაჟი გვადროვე და გადროვე ბატონო ღომეს ვაკეთებ სალამ არ დამკისდება იგი იქამდე ვერ გააკეთე ბატონო გამაჩერე 80 ოჯახი გადაჩერებს ეგ მივსანდი და ელაპარაკე იგი რიმას ელაპარაკე ვერ გააკეთე გადაჩერებს ეგ კითხე და გეტყვის ეგ გადაჩერებს ჩატარებულია შესაბამისი კვლევები შენ უნდა იყო შენ თავზე პასუხისგებლობა თუ შეიძლება ჩატარებული საფრთხე ექნება ამ ძველ საცხოვრებელ სახლებს ხო რომელიცაც ეთყობა მართლაც ეს სიძველე და ჩატარდა რა კვლევები რომელიც დაადასტურებს იმას რომ უსაფრთხოა ეს მშენებლობა იმიტომ რომ რისკების დაზღვევას ითხოვენ მოქალაქეები ამ კუთხით რა შეგიძლიათ გითხრათ მიმართეთ რომ მერიაში შევიტანემ პროექტი გეოლოგიური დათქმაც, არქიტექტურული, გეოექსპერტიზის ყველაფერი და ნებართვა ავიღე მშენებლობაზე. დანარჩენი გაარკვიონ. როდის აიღეთ ეს ნებართვა თქვენ? ნებართვა ბაჩული და სასამართლოს გადაუჭირდა ბაჩული რომ გაიმართა. სასამართლოში გამარჯვებული ვარ. ნაშმაშია სასამართლო. თუ გინდა დავა მიმართეთ მე გავე. კი ბატონო, წინააღმდეგი ხო არა ვარ. ჩვენ რო ინვესტორს უნეკავდით რომ მოგზადი და გაარკვიე საქმე ტელეფონზე წარდგასება. საერთოდ მოლაპარაკებაზე არ მოდიან. ურთიერთობა რომელიც უნდა გაითვალისწინოს იმას და ჩვენს, ამასაც არ მოდიან. დღეს მანქანის ქვეშ აგორენ igen დაბები კი იყავით თქვენ მოასწრებთ. აი ეს კაცი ახლა მე არ ვიცი წარმომადგენელია. მერია თქვენს ინტერესებს არ ითვალისწინებს. არ ითვალისწინებს არა. ანუ ეს ბატონი ხო როგორც? ბატონი შალვა. თქვენ შეგიძლიათ გითხრათ რას წარმოადგენთ ამ კომპანიაში? დაამტკიცა მერიამ ისა რაფია პროექტი არ მოსულა აქ არავინ და არავის არაფერი არ უკითხია. ვიტი დაამტკიცა საინტერესოა რატო მოაწერა? თუ არ მოაწერა აქ ახლა რამდენი ოჯახი ქალბატონო რამდენი ოჯახი ცხოვრობს ახლა ამ ეზოში? 40 და კიდევ მიმატებული აქ რამდენია არ ვიცი 40 მგონი აქ არის. 30 ოჯახი და 15 იქითაა შესული. ეზოში თელი დუმინა დაგათვალიერებიეს შესაძლოა. მაგ ჩვენ ხო გაჩერდით ეგ. ჩვენს ინტერესები არ უნდა გაითვალისწინო. ორჯერ 3-3000 ლარი ამაში გადაგა. თუ იმას ფული აქვს, ჩვენს ფული აქვს გაკეთილი. ხო რატომ იზიანებთ ამ? ჯერ აუფლები ჩემო. ჯო არ ის ძერ არაფერზე საერთო ენა გამოვნახოთ. მე არაფერს არ ვამბობ. ჩვენი მოთხოვნა არსებული კედელთან გაიაროთ მაგერბას ახალმა კედელმა. აგენი შემოდიან მეტრო ნახევარი. გეკითხებით თუ რატომ ახლა ვერ გევიგე. და პატარავდება შემოსასვლელი და ვეღარ შემოვა თქვენ ამას ამბობთ. რა თქმა უნდა. მანქანა. ჩემო ფეხისასია ხო ისო გადაგ ფეხისასია რა ბარჩე. კიდო არა მაქვს პრეტენზია რომ ააშენონ არსებული კედლი და აი არსებული რაც კედელია ააშენონ აქ და სიტყვას არ ამოგვიგო
აქეთ რატომ მოდიან მეტრო ნახევარი? მაგრამ ჩვენიაო, აი კომპანიის წარმომადგენელი ამბობდა, რომ ეს არის რეესტრის მიხედვით ჩვენ გვეკუთვნისო, ამ კომპანიას ეკუთვნისო. და თუ არა, მაშინ გვედაონ სასამართლოში. ვედავებით სასამართლოში და დავიწყეთ ახლა და გაჩერდნი გასართო არის. ვიდრე სასამართლო დავა. მოკეთ, ასეთია მოქალაქეების პრეტენზია ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, აი აქ შენდება ახალი კორპუსი, აი ეს არის ეს ძველი ორსართულიანი სახლი, რომლის დემონტაჟიც ახლა უკვე იწყება, 26 მაისის 70. მოდი ნახოთ სამშენებლო დაფა, კონტ უსაფრთხოების ნორმებია გამოკრული, ნახოთ თუ არ გამოკრული, სადმე ვალდებულია კომპანია, რომ იყოს გამოკრული საინფორმაციო დაფა. როგორც გითხრეს, მოქალაქეებმა შენდება 26 სართულიანი კორპუსი, აი ჭავჭავაძის და 26 მაისის ქუჩების კვეთასთან. არაფერი გამოკრული არ არის. აი ამ სახლზე ლაპარაკი, აქვე მოწყობილია სამშენებლო ღობე. ეს ორსართულიანი სახლი უნდა დაშალოს ახლა ამ კომპანიამ და ააშენოს ახალი კორპუსი და ამ მშენებლობას აპროტესტებენ სწორედ 26 მაისის 70-ში მცხოვრები მოქალაქეები 40-მდე ოჯახი. ისინი ამბობენ, რომ ერთის მხრივ ეს მშენებლობა საფრთხეს შეუქმნის მათ სახლებს, რომელიც ძველია და ავარიული სახლის სტატუსი აქვს. ისინი ითხოვენ რისკების დაზღვევას და შესაბამისი პასუხისმგებლობის აღებას. თუ კი მათ სახლებს შეექმნება რაიმე საფრთხე, ისინი იყვნენ დაზღვეულები და მეორე მხრივ ისინი აპროტესტებენ იმას, რომ სამშენებლო კომპანია იტაცებს მათ საკუთრებას და იმდენად აპატარავდება შესასვლელი ამ საცხოვრებელი სახლების ეზოში, რომ ვეღარ შემოვა ამ ეზოში ავტომანქანა, მათ შორის სახანძრო, სასწრაფო. მოგეთ ასეთი სიტუაცია აქ 26 მაისის ქუჩაზე. მოდით ნახოთ რა ხდება თავად სახლთან. ჯერჯერობით შეჩერებულია როგორც ხდება დემონტაჟის პროცესი. დაშორება, ხო? აგენ აღარ მკედეს იგი განეყანა იგი ხომარდი და ეს რა ვიტაცი უნდა გაგვადი უნდა ან თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ფუნდამენტის, ანუ საძირკვლის ამოღება საფრთხის შემცველი იქნება? ან თქვენ ამ მშენებლობის მომიჯნავედ მდებარე კორპუსის პირველ სართულზე ხართ, ხო? თქვენ ითხოვთ გარანტიას. ამაზე რას გპასუხობთ კომპანია? ამაზე რას გპასუხობთ კომპანია? თუ გაჩნდა ბზარებიო, მე გვედავეთო, ხო? მაგრამ ჩვენ მოვისმინეთ როგორც კომპანიის წარმომადგენლების, ასევე მოქალაქეების პრეტენზიის შესახებ, ადგილზე რჩებიან ისე პოლიციელები, როგორც ირკვევა მოქალაქეებმა დღეს არ მისცეს
საშუალება კომპანიას, რომ მათ მოეწყოთ სამშენებლო ღობე. ნახოთ როგორ გამართლდება პროცესი, ჩვენ აუცილებლად მივადევნებთ თვალს ამ ამბავს და მოგიყვებით ამ დავის შესახებ, როგორც ჩანს ეს დავა გადაენაცვლებს სასამართლოში. მოქალაქეებმა გვაიყვანეს ადვოკატი და ადვოკატმა ჩვენ უკვე გვითხრა რომ ის აპირებს რომ ეს არ შეიძლება მიმართოს სასამართლოს. ასეთ იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა ამ დროისთვის, ეს უბრალოდ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები G-დან გაზეთი G რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.